იცოდით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 80-მდე ქართული ეკლესია და 60-მდე ქართული ციხეა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ერგნეთში 2008 წლის ომის მუზეუმში, რომელიც ქალბატონი ლია ჩლაჩიძის სახლში არის განლაგებული. ჩემს უკან თქვენ ხედავთ ბანერს, რომელზეც დატანილია და აღწერილია ის ეკლესიები, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია განლაგებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ეს ტაძარი შეიძლება გახსოვდეთ ფილმიდან ქაჯანა, რომელიც 1951 წელს არის გადაღებული. ტაძარი მე-6 საუკუნეშია აშენებული და ჩვენთვის უდიდეს ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სხვა უამრავი ქართული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ძეგლია. მაგალითად, იკორთის ეკლესია, რომელიც 1172 წელს არის აგებული. ამ ბანერზე თქვენ კიდე ხედავთ სხვა ეკლესიებს და მათ ჩამონათვალს. მაგალითად, ხეითის საპაწმინდა, რომელიც მე-10 საუკუნეში აგებული, ხეითის მთავარანგელოზი, რომელიც მე-18-19 საუკუნეებში აგებული, მაგალითად მე-10 საუკუნის ერედვის ბაზილიკა და უამრავი სხვა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალია, არამედ ჩვენი წინაპრების საფლავები და ასეთი ისტორიული ძეგლებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ააგეს.